დავამთავრე საუბარი და მე და ისწავლე კულტურა. დავამთავრე საუბარი ისმენდა. ანარჩები სამრევლოწორები ჩემთან ამ სიმართლეს გეუბნები და დავამთავრე მე კიდე ხარ. უკიდა რომ ეხლა კოლეგაში გადავიდე წინაზე. კიდევაც თანახმა იყო თუ თვითმართველობა მეცემდა უფლებას რომ კიდე გონული ვადი დაეტოვებინა ეს ხალხი უკვე 121 ერთეული ტრანსპორტი და დღეს აკრებო მიიღო ის გადაწყვეტილება რომ გაითვალისწინა მძღოლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მიეცა საშუალება ამ მძღოლებს რომ ემუშავად მიხედო ოჯახზე და ლამაზი ახალი წელი გაუთავოთ ადამიანთა ოჯახს. ფასად დაკავშირებით ფაქტურად ინტერტრანსმა უნდა დაასაბუთოს რამდენად რეალურად 4 დეკემბერს იყო რეალურად იმის საჭიროება რომ გაზრდილი ყოფას. აგერ თვითონვე აღნიშნეს რომ გადასახადებიც კი არ არის შემოსული ქალაქ რუსთავში. აღინიშნოს რომ ითქვა თვითონვე და გადაჭარბებული სიჩქარე ტექნიკური გაუმართლებები შესაბამისი ტრანსპორტის თუნდაც დამატებული სკამები რომლებზეც სულ არის საუბარი და სულ ხდება ამისი აჯილდოება. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ეს ცვლილებაც მე მგონი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და უმთავრესი რაც ყველაზე მეტად აწუხებს ალბათ რუსთაველ მოსახლეობას ეს არის ის გაზრდილი ერთი რამ არის ფაქტი რა. ის რაც მათ უნდა შეესრულებათ, არც ერთი პუნქტი არ არის შესრულებული. აი რას გულისხმობთ ბატონო? თუნდაც რასაც ოპოზიციონერი დეპუტატი იძახდა, იგივე GPRS-ი, იგივე ზედმეტი სკამები, იგივე უსაფრთხოების წესი. სახელშეკრულო პირობებით გათვალისწინებულ ფარგლებში. ინტერტრანსმა ვერ შეძლო ამ პირობების ჯეროვნად შესრულება. ინტერტრანს კომპანიას შეუძლია კი არა აუცილებლობა აქვს რომ წარმოგვიდგინოს სამართლებრივი დასკვნა ამასთან დაკავშირებით თუ რის საფუძველზე ხდება ფასის მომატება. მათ ეს სამართლებრივი დასკვნა ბუნებრივია ვერ წარმოგვიდგენდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იყო არგუმენტი ლარის ცვლილებასთან დაკავშირებით. და მე ცალსახად შემიძლია გითხრათ და თითქმის მთელი დეპუტატების სახელით შემიძლია გითხრათ რომ ჩვენ ამას ვერასოდეს და არასოდეს არ დავეთანხმებით. ანუ ფასის მომატებასთან დაკავშირებით ბატონო დავით. მომატებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამ ვადების ამოწურვის შემდეგ ჩვენ გვაქვს სხვა სამართლებრივი საშუალებები.